მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ვიდეოების ციკლს სიმრავლეებთან დაკავშირებით. რაც შეეხება პირველ ვიდეოს, პირველ ნაწილს სიმრავლეების თემატიკაზე, ჩვენ იქ თავი ავარიდეთ გარკვეულ დეტალებს სიმრავლეების ოპერაციებზე, ჩართულებაზე, კუთვნილობაზე და ახლა და ძირითადად შემოვფარგლეთ პრაქტიკული უფრო ამოცანებში გამოყენებადი მომენტები, ესეთ პრაქტიკული რჩევები გაგიზიარეთ და რაც შეეხება დღევანდელ ლექციას, მიუხედავად მისი მარტივი ხასიათისა, ის გადავწყვეტეთ, რომ უფრო დეტალურად შევეხოთ გარკვეულ კონკრეტულ საკითხებს სიმრავლებთან დაკავშირებულს, მათ ოპერაციებთან დაკავშირებულს და ამისთვის ჩვენ ორ წიგნს გავიხილავთ, გოგიშვილის ძირითადად გოგიშვილის სახელმძღვანელოდან ვიმუშავებთ და შესაძლოა კიდევ გვირგველიაც მოვიშველიოთ. ახლა თქვენ ხედავთ, ეს არის გოგიშვილის სახელმძღვანელოდან ამონარიდი. ახლა გადავწყვეტი მნიშვნელობა, რომ თვარცდები მე-16 თავია შემაჯამებელი წიგნის და უბრალოდ ჩვენ ვეძებდით რამე დასახდენს, სადაც იქნებოდა რამდენიმე ამოცანა წარმოდგენილი, რომ საფუძველი გქონოდა კონკრეტული პრაქტიკული ნიმუშები სიმრავლებთან დაკავშირებული თელერგის საკითხების გასაზიარებლად. მათ გამოვიყენებთ ახლა ჩვენ, რომ შეგახსენოთ, თუნდაც წინა ლექციაზე პირველ ნაწილში თქმული, კიდე პატარ-პატარა სიახლეებით დავტვირთოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია. მოდი ნახოთ ახლა, უშუალოდ შეგვიძლია ტესტი გამოვიყენოთ. ასე და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ და კონცენტრირდეთ. მოდი გამოვიყენოთ უბრალოდ ჩვენ ახლა შავი ფერი და ეს ფერი უფრო გამოჩნდება. კარგი, პირველი ამოცანა რა ხდება? ჩვენ ვიცით მეგობრებო, რომ ელემენტსა და სიმრავლეს შორის თუ ჩვენ კუთვნილება გვინდა გავახატოთ, უნდა გამოვიყენოთ ეკუთვნის სიმბოლო. შესაბამისად, თუ ალფა არის A სიმრავლის ელემენტი, მაშინ ვწერთ, რა უნდა დავწეროთ? დავწეროთ, ამაზე დიდხანს არ გავჩერდებით, ჩვენ ვისაუბრეთ წინა ლექციაზე, ამ განსხვავებაზე შეგიძლიათ ჩართოთ და მოусმინოთ. გამოცდაზე ალბათ დიდი ალბათობით მსგავსი საკითხები არ მოვა, მაგრამ მსგავსი დეტალებზე ფიქრობ ინფორმირებული უნდა ვიყოთ. მეორე, თუ ალფა არის არ არის უკაცრავად A სიმრავლის ელემენტი, მაშინ ამას როგორ ვწერთ და უარყოფა გამოიხატება ასე, ისევ და ისევ ელემენტსა და სიმრავლეს შორის კავშირია და შესაბამისად კუთვნილების სიმბოლო უნდა გამოვიყენოთ, უბრალოდ ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ახლა არ კუთვნილებას. არგი კუთვნილების უარყოფას. ავაგრძელოთ საუბარი. მოცემულია რამდენიმე ფრაზა და ჩვენ უნდა შევაფასოთ, რომელი მათგანია ჭიშკარი. თვალისთვის უფრო აღქმადი რომ იყოს. ეს არის ერთი ფრაზა, ეს არის მეორე ფრაზა, ეს არის მესამე ფრაზა და აგერ არის მეოთხე ფრაზა. პირველი წინადადება 3 ეკუთვნის Z-ს. 3 ელემენტია, კი ბატონო, Z-ის სიმრავლეა, მათ შორის კუთვნილება მოსულა უნდა იყოს და თან სამიანი მთელი რიცხვი. ამიტომ პირველი ჭეშმარიტი. -3 ეკუთვნის n-ს, რა თქმა უნდა, ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეს არ ეკუთვნის -3, -3 ეკუთვნის z-ს, ესეც ჭეშმარიტია, 0 ეკუთვნის z-ს, ესეც ჭეშმარიტია, ალბათ აქ მეტი დეტალებში ჩასვლა არ ღირს, ოღონდ მარტივი ამოცანა იყო და უნდა შევაფასოთ ის პასუხი, სადაც პირველი, მესამე და მეოთხე ფრაზა ჭეშმარიტად არის გამოცხადებული და ეს არის D პასუხი. კარგი. ვაგრძელებ, როგორც ხედავთ, საკმაოდ მარტივია, მაგრამ მაინც იყოს თავმოყრილო ზოგიერთს ან ძალიან დავიწყებული აქვს, ან ერთგვარი თვით დაჯერებისთვის, ახლა მეტი დამაჯერებლობისთვის, თვით წმენის შესაძენად, დამოკიდებლად მუშაობის შემდეგ ჭირდება ხოლმე გამოსცილ
მოსაუბრესთან გადამოწმება ინფორმაციის და შესაძლოა ეს სათვალთვალო თქვენ არ გქონდეთ, მაგრამ ყოველი მაგალითის წინ, კითხვის დასმის წინ დააპაუზეთ, აი მაგალითად მეოთხეზე ვარ ახლა, დააპაუზეთ, თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ ამ მოწიწენ და მე შეამოწმეთ პასუხი. აბა ნახოთ. მოცემულია რიცხვითი სიმრავლეები, კი ბატონო, ერთის სიმრავლე, მეორეს სიმრავლე. და თანაფარდობები. თანაფარდობა რა დამოკიდებულება შეიძლება ახლა იყოს სიმრავლეებს შორის მეგობრებო? სამი დამოკიდებულება შეიძლება იყოს. უბრალოდ 4. ერთი მომენტი, რომ სიმრავლე შეიძლება ჩართული იყოს ერთი სიმრავლე მეორეში, შეიძლება პირიქით მეორე სიმრავლე იყოს ამ პირველში, აში ჩართული. თუ ორივე სრულდება ეს, ანუ გამოდის, რომ ყველა A-სიმრავლის ელემენტი ეკუთვნის B-ს და ამავდროულად B-სიმრავლის ყველა ელემენტი ეკუთვნის A-ს, გამოდის, რომ A-ს არ გააჩნია B-ზე განსხვავებული ელემენტი. ანუ ასეთი სიტუაცია, ანუ ეს არის თუ არ არსებობს, ანალოგიურად B თუ ჩართულია A-ში, ესე იგი B-ს არ იქნება A-სგან განსხვავებული ელემენტები, გამოდის, რომ ეს რაღაცა ასე რომ ჩანს, ეს არის A-სიმრავლეც და B-სიმრავლეც რა. ესე იგი, მეგობრებო, ტოლი ეს ორი სიმრავლე, ანუ არსებობს ამ ორი სიმრავლის შორის ტოლობა და არსებობს ისეთი დამოკიდებულება, რომელიც არ აღიწერება არც ჩართულობით და არც ტოლობით. აი თუნდაც თანაკვეთა, ან თუნდაც შორიშორება, ანუ საერთო ელემენტი რო არ ქონდეთ მათ. ამ დროს უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი სიმრავლე არ უდრის ერთმანეთს, არც ჩართულია ერთმანეთში, არც მეორე პილოტში. კარგი, ახლა აქ რა გავაკეთოთ? 7/7 ეწერება, მეგობრებო, თუ ნებისმიერი სხვა გარეგნული გამოხატულობით იქნება ერთიანი მოცემული, რიცხვის შინაარსი ხო არ იცვლება, ეს იგივე ერთიანია, ხო? ეს იგივე ერთიანია. ანალოგიურად 3/5 იქნება თუ 0.6, რა მნიშვნელობა აქვს შინაარსი ხო არ იცვლება რიცხვის. ამ გამოდის პირველ სიმრავლეში რა ელემენტებიც აქვს, მეორე სიმრავლეშიც იგივე ელემენტებია, მეგობრებო და შესაბამისად ეს ორი სიმრავლე ერთმანეთის ტოლია. ანუ ეს ფრაზა აუცილებლად სწორია, მეოთხე წინადადება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტოლობა ასევე გულისხმობს, რომ ესე იგი A-ს ყველა ელემენტი ეკუთვნის B-ს, ანუ ჩართულია B-ში და ასევე გულისხმობს, რომ B-ს ყველა ელემენტი ეკუთვნის მეგობრებო A-ს. მაშინ სადამე ესეც სწორი იქნება და ესეც სწორი იქნება. ანუ სწორია, რომელიც წინადადება, სადაც ვიტყვით, რომ მეორეც სწორია, მესამეც და მეოთხეც. შეიძლება მეხუთე მაგალითს. არის სიმრავლე ერთიანი, ანუ სიმრავლე, რომელიც შეიცავს ერთიანს. დავაკვირდეთ, რა თქმა უნდა, ერთიანი ეკუთვნის რა სიმრავლეს. ეს აბსურდი გამოდის, მეგობრებო, რომ ელემენტი, რიცხვი, უბრალოდ და სიმრავლე ერთმანეთის ტოლი იყოს, ну როგორც ახლა წონა სიმაღლის ტოლი არ არის, ისე ამათი შედარება არ შეიძლება. შესაბამისად, ესეც აბსურდია, სიმრავლე რიცხვში ჩართული ვერ იქნება და ეგ შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ ეგ ფაქტობრივი შეცდომაა და არა ლოგიკური თქვა. აგი, შესაბამისად მეხუთეში აიქნებოდა. მოდი ნახოთ ახლა მე-6-ში რა ხდება. ესე იგი, ორნიშნა რიცხვების სიმრავლის ის ქვესიმრავლე უნდა ვთქვათ, რომლის ელემენტები 11-ის ჯერადია. რა უნდა ვქნათ ახლა? უნდა შევარჩიოთ ელემენტები, რომლებიც 11-ის ჯერადია და თან ყველა ეს ელემენტი უნდა ვთქვათ, არ უნდა გამოგჩეს არც ერთი, სრულად უნდა მოვიცვათ. შესაბამისად, მეგობრებო, აქ მარტივი საჩვენებელია, რომ ახლა იქნება აი ეს D ვარიანტი. არ გავჩერდები, მარტივი მომენტი იყო. რა შეეხება მე-7-ს, ჩვენ ზოგადად შეგვიძლია ალბათ ისიც ასე ფურცლის ფორმატის გაზრდას ვფიქრობდი და უკვე ნახოთ ცოტა ხამ გავაკეთებას. ახლა აქ უფრო ხშირად თუ შევცვალებ მოსწავლის შეცდომას, რაღაც ისეთი მენტალური ხაფანგი ერთვება საქმეში. არის სამის ჯერადი,
b არის 6-ის ჯერადი და როცა გვეკითხებიან რომელი სიმრავლეა რომელში ჩართული, რატომღაც გგონიათ მოსწავლეებს რომ უცებ რომ სიღრმეში აღარ მიდიან 6-ის ჯერადი რიცხვები უფრო მეტი უნდა იყოს, რადგან სიტყვა 6-ია და მათი ჯერადები უფრო დიდი რიცხვებია. სინამდვილეში აქ რაოდენობაზეა ხო საუბარი. რომელი უფრო დიდი სიმრავლეა, ხო? 3-ის ჯერადები უფრო დიდია თუ 6-ის ჯერადები და 3-ის ჯერადი ყოველივე 3-ია. მათ შორის ენტის 3-ის ჯერადი რიცხვებიც, 6-ის ჯერადი ყოველივე 6-ია. რა თქმა უნდა 6-ის ჯერადი 3-ის ჯერადიც არის და ამიტომ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე 3-ის ჯერადებში იქნება, ხოლო 3-ის ჯერად რიცხვებში იქნება ისეთი რიცხვები, რომლებიც 6-ის ჯერადებში არ შედის, 3-ზე იყოფა, მაგალითად კენტი 3-ის ჯერადი რიცხვები 9, 15, 21 და ასე შემდეგ. შესაბამისად b იქნებოდა უფრო პატარა სიმრავლე და იქნებოდა ჩართული a-ში. რომელია ვნახოთ, არ შეგვეშალა შემოხაზა. ბატონო ასე იქნება. აქ ვიკითხებით. გავშალოთ ასე და ტელეგრამზე დავაკვირდეთ. მოდი ნახოთ აქ მერე, რას გვთავაზობს. არის 60-ის გამყოფების სიმრავლე. მოცემულია 60-ის გამყოფების სიმრავლე. კარგი, ნუ შეგვიძლია ახლა აქ რა ჩამოვწეროთ, რა და რა მნიშვნელობის მატარებელი ელემენტები შეიძლება შეიცავდეს. ნუ A-ში იქნება 60-ის გამყოფები და ეს ბევრი გამყოფი აქვს ახლა 60 და ბევრ დროს წაიღო პრინციპში. და შევაფასოთ უბრალოდ 7 არის 60-ის გამყოფი? არა, შესაბამისად ეს ფრაზა მცდარია, ფაქტობრივი შეცდომა ეს ფრაზა სწორია. ეს ფრაზა მცდარია, იმიტომ რომ 20 არის 60-ის გამყოფი, შესაბამისად უნდა იყოს სიმრავლეში და არ არის გვექნებია, რა თქმა უნდა მცდარია და შესაბამისად აქ სწორი გამოდიოდა მხოლოდ მეორე ფრაზა. ახლა აქ რაც შეეხება მე-9, მე-10, მე-11, მე-12 საკითხს, რა თქმა უნდა საინტერესოა და კარგი საკითხებია, მაგრამ ახლა ცოტა გეოგრაფიასთან თანაკვეთაში ეტაპზე ჩვენ ნაკლებ გვაინტერესებს, თუმცა ზოგადად ძალიან საინტერესოა და უნდა იცოდეს პრინციპში საშუალო განათლება მიღებულმა, მაგრამ მოდი ახლა მაგაზე ვეღარ დავხარჯავთ დროს. მე-13 ალბათ ჯერჯერობით ადრეა, იმიტომ რომ გარკვეული კომპეტენციები ახლა გეომეტრიის კი გაგვაჩნია ჩვენ, მაგრამ მთელი რიგი საკითხები არ გვაქვს გამეორებული. თუმცა მაინც უცებ მოვყვეთ, გავიხსენოთ ახლა რა არის და მე დიდ სიღრმეში აღარ წავალ. რა არის სიმტყვის ყველა იმ წერტილის სიმრავლე, რომლებიც ამ სიმტყეზე მდებარე მონაკვეთის ბოლოებიდან ერთი და იმავე მანძილითაა დაშორებული. ანუ თუ ჩვენ გვაქვს AB მონაკვეთი, მეგობრებო, და გვინდა ყველა ის წერტილი, რომელიც A და B წერტილებიდან თანაბრად იქნება დაშორებული, ეს არის კლასიკური განმარტება, რომელი წერტილების რომლებიც ქმნიან, მეგობრებო, შუა მართობს. მოდით სწორი ხაზი. ეს არის შუა მართობის განსაზღვრებაა ფაქტობრივად მოცემული. და რა თქმა უნდა პასუხი იქნებოდა A. მონაკვეთის შუა მართობი, ჩვენ რა წერტილიც არ უნდა ავიღოთ აქედან და შევაერთოთ ესე იგი ერთმანეთის ტოლი იქნება. ტოლი იქნება შესაბამისად ეს მდებარეობს AB მონაკვეთის მართობსებულ წრფეზე და რომელიც AB მონაკვეთს შუაში კვეთს. ეს ძალიან ფუნდამენტური განმარტებაა, რა თქმა უნდა ამის გარეშე განვითარება გეომეტრიაში შეუძლებელი იქნება, მაგრამ მე ჩავთვალოთ, რომ ჯერ არ აქვს გამეორება. ნახოთ ახლა რა სიტყავს მე-14 ამოცანა. ნუ ერი არის, არის n ნატურალური რიცხვის 3-ზე გაყოფის დროს მიღებული დაშტი. არის რა შეიძლება ახლა ერი იყოს, ხო? 0, ან 1, ან 3. და 2. 3-ზე გაყოფის დროს ეს დაშტები მიიღება. ახლა იმასაც დავუკვირდეთ, რომ ერი არ არის სიმრავლე, ხო? დაშტია, კონკრეტული რიცხვია. აი დაშტების სიმრავლეა რომ მეთქვა, კიდე შეიძლება და R1 რა არის n+5-ის 3-ზე გაყოფის დროს მიღებული დაშტი. რა თქმა უნდა n+5 მეგობრებო სულ სხვა დაშტს მოგცემს. აი მაგალითად n თუ გვაძლევს 3-ზე მყოფთ მაგალითად
და n ნაშთს გვაძლევს 2-ს და თქვა, ხო, 5 რას გვაძლევს ნაშთს, 5 3-ზე გაψროს ნაშთს გვაძლევს 2-ს. თუ დავკრევთ ამას, ეს ნაშთი 4 და ეს 3-ზე გაყოფის დროს, ანუ ნაშთი 1-ია. ესე იგი, n თუ მადებდა ნაშთს 2-ს, n + 5 ნაშთს მოგვცემს 3-ზე გაყოფის დროს 1-ს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ სიტუაციაში n + 5-ის და n-ის მოცემული ნაშთები ერთმანეთისგან განსხვავდებიან თუ არა? პოტენციური შედეგი მაინც იქნება ან 0, ან 1, ან 2. შესაბამისად, მეგობრებო, r-იც და r1-იც აუცილებლად იქნება ასიმრავლის ელემენტები. ამიტომ სწორი იქნებოდა აქ b პასუხი, მეგობრებო. მე-15. ვთქვათ, m არის მთელი რიცხვების 7-ზე გაყოფით მიღებული ნაშთების სიმრავლე. შესაბამისად, m-ში რა ელემენტები იქნება, ხო? სიმრავლეა უკვე 7-ზე რა და რა ნაშთი შეიძლება მივიღოთ? 7 განსხვავებული ნაშთი 0-დან 7-მდე, ანუ 0-დან 6-ის ჩათვლით. და რამდენი ცალია? თქონდა ეს არის 7 ცალი, ხო? ნუ ამაზეც გასაგებია პრობლემა არ აქვს. ახლა მოდი მე-16-ე ვნახოთ, რას გვთავაზობს. სასრული სიმრავლის მაგალითი, ანუ ელემენტების რაოდენობა დათვლად უნდა იყოს, ხო? კონკრეტული რიცხვი უნდა ვთქვათ, რამდენი ცალია. კენტი ნატურალური რიცხვების სიმრავლე, არა, მეგობრებო, არ ითვლება. მთელი რიცხვების სიმრავლეც უსასრულოა, ვერ დავასრულებთ. იქცუდა თქვი კენტი ნატურალური რიცხვების სიმრავლე ითვლება, მაგრამ თვალის პროცესი უნდა დავასრულებ. აქაც ახლა ძალიან შორს არ წავიდეთ, იქნებოდა პასუხი, ციფრების სიმრავლე 10 ციფრი გვაქვს, არის სასრული. შესაბამისად, ახლა მე-17-ში ვთქვათ, არის სიმრავლე, რომლის მახასიათებელი თვისებაა იმ ორნიშნა რიცხვების სიმრავლე, რომლის ორივე ციფრი ერთნაირია. ანუ 11, 22, 33 და ასე შემდეგ 99, ხო? ორნიშნები უნდა იყოს და თან ერთნაირი უნდა იყოს ეს ციფრები. რამდენი ცალი ასეთი რიცხვი გვაქვს, მეგობრებო? ჩვენ გვაქვს 9 ცალი ასეთი რიცხვი. მაგრამ აქ რა გვჭირდება? აბა მოდი ნახოთ, რომელია ახლა ჭეშმარიტი, ხო? კიდევ რა მახასიათებელი თვისებით შეიძლება დავახასიათოთ ეს სიმრავლე, ეგეც ძალიან მარტივია. 11 სჯერადი რიცხვებია. ეგეც მარტივი მომენტი იყო. მოდი ნახოთ ახლა მე-18-ში უკვე პირველად ხდება პრედიკატი, აი ესეთი ჩანაწერი. ჩვენ ვიცით თავისი ჩანაწერის წაკითხვა, ეს ჩვენ ახსენე პირველ ნაწილში სიმრავლებთან დაკავშირებულ ვიდეოში. ანუ სიმრავლე როგორი x-ებია, ეს არის x უნდა იყოს მთელი, ეგ არის, ხო? და თან უნდა იყოს -10-დან, ანუ -10-იც არის. და -2-ის ჩათვლით. ანუ -9, -8, -7, -6, -5, -3, -3 და -2-ის ჩათვლით. ასეთი პასუხი არის, მეგობრებო, ფუსტებია, კარგად მოგჩეს. გადავალოთ მაინც თვალის ზედმეტი ან ელემენტი არ მიდდეს. კარგი, მე-19 ამოცანა ვნახოთ ახლა რას გვთავაზობს. მე-19. მოდი კიდევ ავწიოთ. ესე იგი. თქვათ, ა და b წერტილები ალფა სიბრტყეს ეკუთვნის, კი, და ალფას ყველა იმ წერტილთა სიმრავლე, რომლისთვისაც a კაუდრის kb-ს, ანუ გვაქვს რაღაცა სიბრტყე, არის თან წერტილი, არის წერტილი და ისეთი წერტილები ალფა არის წერტილები ალფა სიბრტყეს კი არა. და ჩვენ გვინდა ალფას ყველა ის წერტილი, ანუ ამ სიბრტყეში ვეძებთ ყველა იმ წერტილს, რომლებიც ანუ ფაქტობრივად ყველა ისეთ კ-წერტილს, რომ k თანაბრად იყოს დაშორებული როგორც a-დან, ისე b-დან. აი ეს მანძილი პროდუქტში პროცესი ასე ეს მანძილები რომ ტოლი იყოს. აი ვისაუბრეთ ჩვენ ახლა რამდენიმე წუთის წინ, რომ ეგ არის უბრალოდ შუამართობის იდეა. ანუ თქვენ თუ გინდათ მსგავსი წერტილები მოძებნოთ, უნდა ადგეთ, უნდა შეერთოთ b-სთან, უნდა გაავლოთ მისი შუამართობი, ანუ თან შუაში უნდა გადიოდეს, თან მართობული უნდა იყოს და იპოვეთ ყველა წერტილს
რომლებიც ადადაბიდან თანაბრად არიან დაშორებული, ანუ მონაკვეთის ბოლოებიდან. ესე იგი, აწერტილები, სწორედ ეს წერტილები ყოფილა. აი, ანუ იგივე ეს იქნებოდა მეგობრებო აბე მონაკვეთის შუა მართობი. კარგი. მეოცეს რაც შეეხება ეს ცოტა უფრო საინტერესო ამოცანა ჩანს. მეოცეში თუ აი მარტივია, ხედავთ რა არის სიმრავლე, ხედავთ რა არის K სიმრავლე, ხედავთ რა არის ეს სიმრავლე, ჩართულობა ვიცით რას ნიშნავს, თუ სიმრავლის ყველა ელემენტი მეორე სიმრავლის ყველა ელემენტებს ოდიში თუ სიმრავლის ყველა ელემენტი მეორე სიმრავლის ეკუთვნის, მაშინ ვამბობთ, რომ პირველი სიმრავლე ჩართულია მეორეში. ესი 8 და 9 შეეც მეგობრებო K სიმრავლეში. ამიტომ ესი ჩართულია K-ში, რა თქმა უნდა, სწორი ფრაზა იქნებოდა. პირდაპირ ჩანს, ახლა მარტივი გადასამოწმებელია, რომ დანარჩენი ფრაზები მცდარია, მეგობრებო. და შესაბამისად, აღარ დავხარჯოთ დრო. რაც შეეხება 21-ს, აი დავაკვირდეთ ახლა H სიმბოლს. მე თქვენ გითხარით, რომ წინა ვიდეოში ერთი და აი სიმრავლე, ერთი ცოტა უცნაური განსხვავება კი გითხარით, რომ მაგრამ რაღაცა არ ჟღერს მხოლოდ ის, რომ ეს რიცხვია, ეს სიმრავლეა და რიცხვი და სიმრავლე არიან აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის ინფორმაცია და ტიპის ობიექტები და შესაბამისად, როგორც ახლა მაგალითად არა თანაზომადია, არ შეიძლება შედარდეს წონა და სიმაღლე, ხო? შეადარებ ახლა 10 მეტრს 7 კილოგრამს, რა უფრო მეტია. ანალოგიურად ოპერაციებით შეუძლებელია მათზე ერთი და სიმრავლე ერთი ხო არ დარდება რა. და გითხარით, აი წარმოიდგინეთ ეს რაღაც ბურგერი რო იყოს და ეს იყოს მისი სურათი, ხო? სულ სხვა თვისებებით აღჭურვილი. ესე იგი, ჩვენ გვაქვს სიმრავლე 1-3, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ სამიანი არის ასიმრავლის ნაწილი. არ არის მეგობრებო. რაღაცა ნახატი არის 1-3 ნახატი და როგორც ახლა ჩვენ რომ მანქანების კოლექცია გვქონდეს და ერთ-ერთ მანქანას საჭე გააჩნია, ანუ მე მანქანების კოლექციაში საჭე ხო არა მაქვს? ხო არ ვამბობთ ასე, ხო, უაზრობა გამოდის ახლა მსგავსი რა. შესაბამისად, პირველი ფრაზა იყო მცდარი, სამიანი არც ეკუთვნის, არც ჩართული არავის საერთოდ არ არის აქ განხილვაში. შეიძლება უცებ მოულოდნელად, აი ესეც ტყუილი რომ არის მოგეჩვენოთ მოულოდნელობად. რატო ახლა თქვენ რო გავთქვათ, აი ასიმრავლე არის, შეიცავს 1-ს და 2-ს, ჩვენ ხო ვისაუბრებთ, ხო არის მცდარი ფრაზა, რომ ერთიანი ელემენტია და ჩართული A-ში ვისაუბრებთ, არა. ჩვენ უნდა გვეთქვა, რომ ერთიანი ეკუთვნის A-ს. ამ შემთხვევაში ახლა ეს სიმრავლე არის A სიმრავლის ელემენტი, ამიტომ ეკუთვნის უნდა ეწეროს. და თუ გვინდა ჩართულობა გამოვიყენოთ, მაშინ კიდევ უნდა გქონდეს ამას ასე უნდა იყოს მოცემული, ანუ ელემენტი უნდა გადაიქცეს სიმრავლედ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასე აი ზუსტად ელემენტი იყო წარმოდგენილი G-ში. ამიტომ არის G სწორი, ხოლო B-ც ტყუილი და შესაბამისად D ტყუილი და D-ში ჭეშმარიტი ფაქტის უარყოფა იყო მოცემული. თემა 22-ში. თუ ასიმრავლეს მხოლოდ 2 ქვესიმრავლე აქვს, მაშინ მისი ელემენტების რაოდენობაა. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ქვესიმრავლეების რაოდენობა იწვება ფორმულით, ხო, 2 ხარისხად n, სადაც n არის მოცემული სიმრავლეში შემავალი ელემენტების რაოდენობა. და თუ ეს უდრის 2-ს, ანუ 2 ქვესიმრავლე აქვს, ხო, სულ სიმრავლეს, ესე იგი და n რისი ტოლი გამოდის, ხო? n გამოდის 1-ის ტოლი. ესე იგი შესაბამისად ამ სიმრავლეში ყოფილა 1 ელემენტი მხოლოდ. აი განტოლებასავით ამოხსენით ახლა ჩვენ, მაგრამ შეიძლებოდა პატარა აქტივი ჩვენებით, სინჯვით, უბრალოდ დამახსოვრებული გქონდეთ მეგობრებო, რომ 2 ქვესიმრავლე რას ექნება? ცარიელი სიმრავლე და საკუთარი თავი, ხო? ექნება ერთ ელემენტიან სიმრავლის.
აბა 23 ვნახოთ რას გთხოვს თუ სიმრავლეს მხოლოდ ერთი ქვესიმრავლე აქვს ნუ ეგ აპრიორში რომელ სიმრავლეს აქვს ერთადერთი ქვესიმრავლე ანუ ორი ხარისხა დენი რომ ერთს უდრიდეს ხო როცა n უდრის ნულს ანუ ცარიელ სიმრავლეს ესე იგი ელემენტს საერთოდ არ შეიცავს ეს ცოტა ნონსენსურად ჟღერს თუ ელემენტს არ შეიცავს ქვესიმრავლე როგორ აქვს მაგრამ ეს ერთგვარი მათემატიკის ფილოსოფია შეთანხმებული ვართ ჩვენ რომ სიმრავლე ცარიელი სიმრავლე ნებისმიერი სიმრავლის ქვესიმრავლეა. რა სიმრავლეც არ უნდა იყოს ა ცარიელი სიმრავლე მისი ქვესიმრავლე. 24 ამოცანა. თქვათ ა ჩართულია B-ში და X-ი ეკუთვნის A-ს. ხო, ქვები ახლა დახაზითად შეგიძლია თუ A სიმრავლე არის B-ში. ხო, ანუ ჩართულია და X-ი ელემენტი ეკუთვნის A-ს. ხო, გამოდის რომ X-ი მაშინ აუცილებლად იქნება B-ს ეკუთვნილებაც ხო ძალიან მარტივი ლოგიკა ამაში. ახლა მართალია ჯერ ჩვენ არ გაგვიმეორები, არ გაგვიხსენებია ფიგურები, მაგრამ და სხვათა შორის ეგ ერევათ ხოლმე ბავშვებს, აი მაგალითად რაიმე ამოცანისში იყო კითხვა დასული, მოცემული ფიგურა როგორიაო და პასუხი არის კვადრატი, ხო? ბავშვები აპროტესტებენ ხოლმე იმას, რომ მეგობრები ეს მართკუთხედია პასუხი, მართკუთხედიცაა პასუხი. და უცებ გონიათ რომ არა რას ამბობ, შეიძლება მივხვდნენ, მაგრამ სახლში რატომღაც ვერ დაინახეს ეს მომენტი დამოუკიდებლად მუშაობის დროს, რომ პასუხი მართკუთხედი კი არა, კვადრატია. მეგობრებო, კვადრატიც ხო მართკუთხედია, რომ ბოდიში ახლა ვიდეო დამეთქვა რომ რომბიც მართკუთხედია თქო, არა. შეიძლება პასუხი პარალელოგრამით ჩავთვალო სწორად, იმიტომ რომ მართკუთხედის პარალელოგრამია. და სიტყვაზე ვთქვათ, რომბი რომ იყოს პასუხი, იქვე რომ ვთქვა, რომ პასუხი პარალელოგრამია, ეგეც სწორი იქნება, იმიტომ რომ რომბიც პარალელოგრამია, ხო? ამიტომ კვადრატით ვიყოთ არაგვერიოს ხოლმე ეს, თუ პასუხი რაღაცა კითხვაზე არის კვადრატი, ესე იგი მართკუთხედის სწორი პასუხი გამოდის, ხო? ვთქვათ, A ოთხკუთხედების სიმრავლეა B რომბების C პარალელოგრამების. ოკეი. რომელში იქნება ახლა ჩართული? ანუ ყველაზე ზოგადი გამოდის A ხო, ოთხკუთხედი, იმიტომ ყველა სხვა ოთხკუთხედი, ანუ ყველაზე დიდი იქნებოდა A. მერე პარალელოგრამები, მერე იქნებოდა C. პარალელოგრამში შედის როგორც B, ისე მართკუთხედი, ხო? შედის რომბიც და შედის მართკუთხედიც. მათი თანაკვეთა იქნებოდა მეგობრებო კვადრატი. ხო, დაახლოებით ასეთი სიტუაცია იქნებოდა. ან იქნება პასუხი ახლა რასაც ჩვენ უყურებთ, რომ B ჩართულია C-ში და S ჩართულია A-ში, ან D რომ ჩართულია C-ში და S ჩართულია A-ში. რომელი არის სწორი? D ჩართულია, ანუ B ჩართულია C-ში, X სწორია, ალბათ მეტი სწორი პასუხი არც იქნება მეგობრებო. აქ 26. კარგი. აღარ მინდა ახლა 27-ს გაკეთება, მსგავსი რაღაცა, აქ ტრაპეციების გახსნება შეიძლება დაგჭირდეთ, ხო, რა არის პარალელოგრამი რო არ არის ტრაპეცია, ერთი მეორეს რო უარყოფს. და 28-ში რა ხდება? ვთქვათ, A არის იმ ნატურალური რიცხვების სიმრავლე, რომლებიც 9-ზე იყოფა. ესე იგი, A იყოფა 9-ზე, B იმ ნატურალური რიცხვების სიმრავლეა, რომლებიც 3-ზე იყოფა. ანუ B იყოფა 3-ზე და შესაბამისად, რომელია უფრო დიდი სიმრავლე? ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, A გამოდის უფრო დიდი სიმრავლე მეგობრებო, ბოდიში B, ანუ 3-ის ჯერადი რიცხვები და შესაბამისად უფრო ხშირად გვხვდება 9-ის ჯერადი რიცხვები 3-ის ჯერადიც ანუ შედის B სიმრავლის შემადგენლობაში, ამიტომ B ჩართული იქნება B-ში. ახლა აქ ლოგიკური ანუ ფაქტობრივ ფორმალურ ლოგიკაზე არისტოტელეს ლოგიკაზეა საუბარი, სიტყვებშია და სიმბოლოებში, მათემატიკურ რაღაც გამოსახულებებში ლოგიკური აზრი ჩადებული
და თქვენ ის უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა რომელიც სიტყვის წინაც არის ხოლმე, ის გამოისახება პატარა რგოლით, ანუ ექიმი იქნებოდა პატარა რგოლი და შესაბამისად თეთრხალათიანი იქნება დირგოლი. თეთრხალათიანი. ახლა პრაქტიკული მაგალითის მოყვანა ცხოვრებაში რეალურად რა ხდება, არ არის სწორი, იმიტომ რომ ამოცანა შეიძლება არ მიესადაგებოდეს რეალურ მდგომარეობას. უბრალოდ უნდა იცოდეთ კონკრეტული ტერმინი, რა დატვირთვას ატარებს. ექიმების სიმრავლე აღნიშნოთ A100, თეთრხალათიანებს B100, ანუ ექიმი არის B, თეთრხალათიანი არის რუსად A, თეთრხალათიანი არის B და შესაბამისად A ჩართული იქნება მეგობრებო B-ში. ნუ უნდა იყოს სწორი პასუხი. პატარა სიმრავლეა B-თვის. კარგი. მოდი ვნახოთ ახლა რა ხდება აქეთ. ყოველი ელემენტი, ბოდიში ყოველი ერთელემენტიანი სიმრავლე. ეგ უბრალოდ სიტყვების თამაშია, ნუ რა. ერთელემენტიანი სიმრავლე, რომელი იქნებოდა რაღაცა ერთი ელემენტი აქვს სწორი ფრაზა. შეიცავს ერთ ელემენტს, მორჩა დამთავრდა, ხო, ცარიელია, სისრულელია, ხო? შეიცავს ერთქვის სიმრავლეს, სწორი ფრაზაა, შეიცავს ორქვის სიმრავლეს, ხო? მისი ელემენტი სტოლია, ტყუილია ეს ფრაზაც, ხო? სიმრავლე ვერასდროს ვერ იქნება ელემენტის სტოლი, იმიტომ რომ სიმრავლე სხვა ობიექტია. ის სიმრავლეში რომ იყოს თვითონ სიმრავლე, ხო? და სხვა ობიექტი გამოდის. ეს გარე და ეს არის სიმრავლეების სიმრავლე. მაშინ ასე გამოდის და ეგა უბრალოდ სიმრავლე. შემდეგი წინადადებიდან რომელი არ არის ჭეშმარიტი. კარგი, აბა რომელია ცთარი ფრაზა ახლა 31-ში. არსებობს სიმრავლე, რომელსაც მხოლოდ ერთი ქვესიმრავლე აქვს. ეს სწორია, ეს არის ცარიელი სიმრავლე. არსებობს სიმრავლე, რომელსაც მხოლოდ ორი ქვესიმრავლე აქვს. ეგეც სწორია, ეს არის ერთელემენტიანი სიმრავლე. არსებობს სიმრავლე, რომელსაც არ აქვს ქვესიმრავლე. ეს ცთარი ფრაზაა. არსებობს სიმრავლე, რომელსაც ორზე მეტი ქვესიმრავლე აქვს, ესეც სწორი ფრაზაა, ბევრი ასეთი სიმრავლე არსებობს. ანუ ცთარი 31-ში იყო G, იმიტომ რომ თქვენ ვერ ნახავთ სიმრავლეს, რომელსაც გააჩნია მხოლოდ საერთოდ არ გააჩნია ქვესიმრავლე. კარგი. აბა, მოდი ვნახოთ. 32. 32-ში რას ვიღებთ? თქვათ, არის საფეხბურთო ტურნირებში მონაწილე გუნდების სიმრავლე Y. ანუ ნახეთ, არის გუნდების სიმრავლე, აი გუნდები. და ერთ-ერთი გუნდი არის, მოდი ასე დავხატავ, დიდი Y. აქ შეიძლება კიდე სხვა გუნდებიც იყოს, ხო? და ახლა თვითონ გუნდი ხო არის ფეხბურთელების სიმრავლე. ფეხბურთელები. ეს არის პატარა Y არის ერთ-ერთი ფეხბურთელი. და რომელი არის სწორი ჩანაწერიო და მეგობრებო, Y-სა და დიდი Y შორის ჩართულობა ვერაფრით ვერ იქნება. რომელიც არის არასწორი მეგობრები. უნდა იყოს კუთვნილება. ეგ სწორია. ანალოგიურად, მეგობრებო, ახლა ნახეთ, თვითონ დიდი Y A-თვის ელემენტია და ჩართულობა ვერ იქნებოდა, კუთვნილება იქნებოდა სწორი ფრაზა. ელემენტსა და რომელ სიმრავლეშიც შედის მის სიმრავლეს შორის ვერ გამოიყენებთ ჩართულობას, ეს კუთვნილება. მაგრამ თქვენ თუ Y შევხვთავდით როგორც სიმრავლეს, ის უკვე იქნება ჩართული სიმრავლეში, მათ შორის ჩართულობის ქვესიმრავლეობის ნიშანი შეგიძლიათ გამოიყენოთ და შესაბამისად სწორი პასუხი აქ კითხვაზე რა არის არასწორიო გამოდიოდა 32. 33 ამოცანა რას გთხოვს? მოდი ვნახოთ. 23. თუ რაიმე A, B და C სიმრავლეებისთვის A ჩართულია B-ში და B ჩართულია C-ში. ნუ შესაბამისად ახლა უცებ თვალით რომ ეგ თქვარი
ტრანზიტი ხდება ხო, თვისების დისტრიბუცია რაღაც ისეთი და რა გამოდის? მაშინ არ გამოდის ჩართული C-ში. ახლა სხვანაირად დავწერთ. ანუ იქნებოდა B-ის ნაწილი, B არის C-ის ნაწილი, შესაბამისად გამოდის C-ის ნაწილი. აქ იქნება სწორი, დანარჩენებზე თავს ვერ დავდებდით. თუმცა ცდარიაო დანარჩენებს ვერ იტყოდი, იმიტომ ხო შეიძლება ერთი და იგივე სიმრავლე იყოს, ერთმანეთზე εδრეობოდეს A-ს, B-ს და C-ს. მაშინ ყველა შექმნებოდა ჩართული, მაგრამ აი ცალსახად რომელი არის სწორი რა გამომდინარეობს, ამას ვერ კი. და ამიტომ 33 იყო მხოლოდ სწორი დადებულება აქ. 34. თუ რაიმე A და B სიმრავლეებისთვის A ჩართულია B-ში და B ჩართულია A-ში, ეგ ცნობილი დამოკიდებულება ასე, ამ დროს ეს ორი სიმრავლე ითვლება ერთმანეთის ტოლად. ლექციის ან დღევანდელი ლექციის დასაწყისში ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. მოდი ნახოთ ახლა 35 რა სიტყვავს მეგობრებო. ესე იგი, რიცხვის წრფეზე მონიშნულია AB მონაკვეთის წერტილთა სიმრავლე. კი ბატონო, ხედავთ, აგერ რაც არის მონიშნული. წარმოგვიდგეს იმ ნამდვილი რიცხვების სიმრავლეს, რომლებიც ასე მოიცემა. აბა ვნახოთ ახლა, აი ეს წერტილები როგორ შეგვიძლია გადმოვცეთ რომელი პასუხით. შესაბამისად, მოდი გავყვეთ ახლა ჩვენ თითოეულ კითხვას. ავარია. არა არის. არის ნატურალური რიცხვები, რომელიც -1-დან 5-მდე მერყეობს. x არის, ესე იგი ნატურალური რიცხვები, რომელიც -5-დან 1-დან 5-მდე მერყეობს. ანუ ესე იგი რა უნდა იყოს? მოდი აგერ გამოვიტან ამას. ნატურალურად განა 1 იქნება და -1-ზე მეტი უნდა იყოს, კი ბატონო, 2, 3, 4 და 5. წერტილთა სიმრავლე წარმოგვიდგეს იმ და AB მონაკვეთის წერტილები. წარმოგვიდგეს ახლა მაგას, რაც ახლა დავწერე? არა, იმიტომ AB მონაკვეთზე მეგობრებო, უარყოფითი რიცხვებიც არის და მხოლოდ ნატურალურები არ არის ხო, ელემენტური შეფასება და სწორი შეფასება აქვს. ანუ შესაბამისად ეს მთარია. მოდი ვნახოთ ახლა პასუხი. ესე იგი, AB მონაკვეთი არის ისეთი ისევის ერთობლიობა, სადაც x-ი მთელია და მეტია ანტოლია 1-ზე, მეტია და ნაკლები ანტოლია 5-ზე. თითქოს სწორია, ხო? და ახლა ჩვენ რა გვაქვს, მეგობრებო? ჩვენ გვაქვს აქ, რომ აი ეს წერტილები არის მონიშნული, ხო? რაღაცა აქ, ასე. მაგრამ არავინ არ გვეუბნება, რომ სადაც ეს დაშტრიხულია, იმ წერტილებზე ისაუბრო. კითხვა იყო მონიშნული AB მონაკვეთის წერტილთა რიცხვის წრფეზე მონიშნულ AB მონაკვეთის, ანუ AB მონაკვეთია მონიშნული წერტილთა სიმრავლე. ანუ ყველა წერტილი, რისგანაც AB მონაკვეთი შედგება, აბსოლუტურად ყველა წერტილზე უნდა ვისაუბროთ. და ყველა წერტილი აქ მხოლოდ მთელი რიცხვებით ხო არ აისახება, აღიწერება. აქ არის მაგალითად -1/2-იც არის, 1/2 აქ წილადებია, ირაციონალური რიცხვებიც იქნება, ამიტომ ეგ არასწორ ფორმულირებაა. და პრინციპში თქვენ ამას მიხვდებით უკვე მარტივად რწმუნდებით, რომ D იქნება პასუხი და არა G, იმიტომ რომ G-ში x-ი მეტი ანტოლი უნდა იყოს, რაც ცდარია, x უნდა იყოს 1-დან 5-მდე მნიშვნელობის მატარებელი, ხო? და ანუ ოღონდ მხოლოდ მთელი რიცხვები კი არა. ყველა რიცხვი უნდა აგვეყო, ყველა ნამდვილი რიცხვი, რომელიც A და B წერტილებს შორის იყო მოქცეული. იგი, მოდი ვნახოთ ახლა 36-ში აქ გვახსენებს ავტორი, რომ ეს ღია შუალედს ნიშნავს, ანუ თქვენ თუ რიცხვით ღერძზე იღებთ 5-დან 6-მდე მნიშვნელობებს, ანუ ეს იქნება ესე იგი ყველა მნიშვნელობა გაწყობს ამ ინტერვალზე, თავად 5-ის და 6-ის გარდა. და თუ თქვენ ასეთ სიმბოლოს გამოიყენებთ, ეგ უკვე დათქვათ, ეს უკვე ნიშნავს, რომ 5 გაწყობს და 6 არის. ანუ 5-დან იქნება ჭრეტილი, ასე გავაფერადებთ, 6-თან ღია იქნება
და მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველა რიცხვიც გაწყობთ. ნუ, პირველ 36 წუთში ხუთიანი, რა თქმა უნდა, არ ეკუთვნის აღნიშნულ შუალედს. ქვედა შემთხვევაში ხუთიანი ეკუთვნის აი ამ შუალედს და მოდით ახლა 38 გავარჩიოთ და დროებით გავშვიდობოთ ერთმანეთს. ჩვენ გავაგრძელებთ კვლავ სიმრავლეზე საუბარს, შედარებით ახლა პატარა ჩანაწერი გამოვიდა და 38-ით დავამთავროთ. ანუ მოცემულია წინადადებები, აი აქ ფრაზები არის მოცემული და მათგან რომელია ჭეშმარიტი. ამ წინადადებებიდან ჭეშმარიტი არის, ანუ სამიანი, პირველი ჭეშმარიტია, იმიტომ სამიანი ეკუთვნის მართლაც ამას. მეორე მცდარია, იმიტომ რომ სამიანი ღია შუალედი იყო, აქ თუ ღია, ესე იგი არ შედის აღნიშნულ შუალედს, შესაბამისად არც ეკუთვნის. ეგეც ჭეშმარიტია ეს ფრაზაც, იმიტომ 2-დან 5 ინტერვალში სამიანი ხვდება და აი აქ ტყუილია, იმიტომ რომ მეგობრებო არ ხვდება ხო 5-ზე დიდი არ არის სამიანი, ახლა ამ ინტერვალში რო ხვდებოდეს და შესაბამისად პასუხი იქნებოდა პირველი და მესამე. კარგი. აქაც მოდი ახლა დროებით დავშვიდობოთ ერთმანეთს.